გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ გუშინ საღამოს ჩვენმა დაუძინებელმა მეგობარმა და რავი სტრატეგიულმა პარტნიორმა, მშობელმა, მამამ, უფროსმა ძმამ, მზრუნველმა დედამ, დიდმა მასწავლებელმა და რა ვიცი, პარტნიორმა და უფროსმა ძმამ და რავი ვინ არა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გაავრცელა განცხადება ღიად, საჯაროდ. ალბათ ორი დღე ამას ყველგან იხილავს, რომ თურმე ესე იგი თბილისში მითითებული იყო კონკრეტული ადგილმდებარეობა, კონკრეტული დაწესებულებები ამ ადგილებში მოსალოდნელი არის ტერორისტული აქტი და საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდა თავი შეიკავონ ამ ადგილებში მისვლისგან. მსგავსი, რამ მე პირადად კი არა მსოფლიოს არ ახსენდება საერთოდ ისტორიაში, რომ ერთი ქვეყანა მეორე ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი იყოს, ერთი ქვეყანა მეორე ქვეყნის ომში, საქართველოს ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების ომებში და ტერორისტთან ბრძოლაში აგზავნიდეს თავის შეიარაღებულ ძალებს 10 წლეულების მანძილზე, ახოცავდეს თავის ჯარისკაცებს, ასრულებდეს ამ სისხლიან მისიებს, თავდადებულად თავსაკლავდეს და უთმობდეს მის ტერიტორიას ოპერაციების შესასრულებლად ამერიკელ სამხედროებს, ასევე ყველანაირ დიპლომატიურ ფრონტზე თუ სადმე მხარს უჭერდეს, სპეცსამსახურები თანამშრომლობდნენ და კონდეს 10 წლეულების გამოცდილება ურთიერთობის და უცებ ერთმა ქვეყანამ, ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოულოდნელად გააკეთოს ისეთი განცხადება, რომ არ არის საუბარი იმაზე, რომ აი ქვეყანაში საფრთხე არის და საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდოს თავშეკავება. კონკრეტულ ლოკაციებზე გააგებიოს მთელ საქართველოს, მთელ მსოფლიოს, რომ მოსალოდნელი არის ტერაქტი და ფრთხილად იყო. მეორე მხარე, ჩვენ მხარეს, ანუ ქართულ მხარეს არ აწვდიდეს არანაირ ინფორმაციას, თუ კი მათ გააჩნიათ რაიმე ინფორმაცია საქართველოში დაგეგმილ მოსამზადებელ ტერაქტებზე, ტერორისტებზე და ასე შემდეგ. და შესაბამისი არხების გამოყენებას არ ახდენდეს დიპლომატიური არხების, უსაფრთხოების არხების, საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ვალდებულება, როგორც არის და იქ გაწერილი არის წერტილმძიმით, თუ როგორ უნდა ითანამშრომლონ ქვეყნებმა ტერორისტული საფრთხის წინააღმდეგ და ასე შემდეგ. და მეორე მხარე ამ ასეთ ზესაიდუმლო ინფორმაციას საჯაროს ხდიდეს და აგებიებდეს ცასთა ქვეყანას, რომ აი თურმე მოსალოდნელი არის ტერაქტი და ამას ხსნიდეს იმისთვის, რომ ის ზრუნავს თავის მოქალაქეებს. ამას არ გააჩნია პრეცედენტი. არათუ საქართველოს-ამერიკის ურთიერთობებში საერთოდ მსოფლიო დიპლომატიის ამბებში არ არსებულა ესეთი რაღაც. და აი ამ ფენომენის ახსნა მინდა, ცოტა მოგვიანებით შემდეგ გააკეთეს ისევ ეს განცხადება, რომ თურმე დარწმუნდა საელჩო, რომ თურმე ეს ტერაქტები არ ყოფილა. ჩვენმა უშიშროების სამსახურებმა გამოაცხადეს, რომ თურმე დიპლომატიური საელჩოები თუ ფლობენ ასეთ ინფორმაციას, პირდაპირ მიაწოდონ უსაფრთხოების სამსახურს და პასუხისმგებლობას გრძნობდნენ მის განცხადებებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ ნაგავს, პოლიტიკურ ნაგავს, რომელთათვისაც აი იაგო ხვიჩი ამბობდა ეს გირჩის დამფუძნებელი, ჩემიო პატრიარქიო ამერიკის ელჩი არის. და არა მარტო პატრიარქი, მამამარჩენალი, ღმერთი, ყველაფერი იმ წუთში მთელი ოპოზიცია დადგა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერაში, რომ თურმე მათ ნდობა არ აქვთ და თურმე ამაში არის საქმე, თურმე იმაში არის საქმე და ამიტომ ამ არალეგიტიმურ მთავრობას თურმე აი ასე იმსახურებს და დაიწყეს უკვე ამერიკის საელჩოს დაცვა. რას ნიშნავს ეს ხალხო? აი, რას ნიშნავს ზუსტად აი ამის განმარტება მინდა მე პირადად. ეს ნიშნავს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები
რომელიც არის ყველაზე უმადური ღორი სახელმწიფო საერთოდ დედამიწის ზურგზე რაც შექმნილა არათუ საქართველოს და ქართველი ერის მიმართ მე აქ არ ვამბობ აი ხაზგასმით ვამბობ მე აქ არ ვამბობ არანაირ პოლიტიკურ ნიშნით აი სულ ფეხებზე მკიდია ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილის და მთელი ქოცების დედაც აი მათი გამპრავებლების და მათი მაკებარ-მადიდებლების დედაც აი სულ ყველასი რა ერთიანად ვინც ენა უნდა შემომიბრუნოს ან ახლა რაღაცა ყველას თქვენი სულ ყველასი რა მკვდარი და ცოცხალი არმა თქვენ ხართ ნაგავი ხალხი თქვენზე არა აქ ლაპარაკი აქ არის ლაპარაკი საქართველოზე როგორც სახელმწიფოზე ქართველ ერზე იგივე ჩემ თანამებრძოლებზე თუნდაც ჩემზე პირადად რომელიც მონაწილეობდა ამ ყველაფერში ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის ოპერაციებში ყველა იმ უბედურ ოპერაციაში სხვა შორის სხვა ქვეყნები სიმბოლურად იყვნენ იქ წარმოდგენილი და არანაირ სისხლიან ოპერაციებს არ ატარებდნენ და საკუთარ ჯარისკაცებს არ აგზავნიდნენ ხელწერტილებში და უფრთხილდებოდნენ ქართველებიდან განსხვავებით ქართველები ვიყავით წინა ხაზზე ყველგან ყოველთვის ეს არის როგორც ქართველი ერის როგორც ქართული სახელმწიფოებრიობის როგორც ყოფილი თანამებრძოლების როგორც გარდაცვლილი ბიჭების ვინც შეეწირენ და ცოტა არ არის ეს ხალხი ცოტა არ არის 50-მდე დაღუპულია 50-მდე დაღუპულია მას ზოგი პირდაპირ ბრძოლის ველზე იქ სადღაც 38 დაღუპული იყო ავღანეთში 5 დაღუპული იყო ერაყში და ნაწილი დაღუპულების შემდეგ უკვე ზოგი საავადმყოფოებში გარდაიცვალა ზოგი ომის მერე აქ ამპუტირებული აქ ხალხს ხელი ფეხი ფსიქოლოგიურ ტრამვებზე არაა საუბარი იმ დაავადებებზე არაა საუბარი რაც ამ ოპერაციებიდან ჩავენ დაახლოებით 500-მდე ადამიანი არის დაჭრილი დასახიჩრებული გაუბედურებული ამ მისიებში მონაწილეობით ეს არის თითოეული ჩვენგანის სულში ჩაფურთხება უკაცრავად ქართველი ერისთვის და ქართული სახელმწიფოსთვის თავზე დაჯმა ნამდვილად ამას სხვა სახელი არ ქვია და ამ მიცვალებულების საფლავებზე მოსაქმება აი ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება და ყველა იმ დედარძე მოწყნულის ვინც ამ ყველაფერს ამართლებს და აპრავებს იგივე საქციელი და უფრო უარესია იმიტომ რომ იგი ქართველები არიან რო გითხოთ და საკუთარ ერს და საკუთარ ქვეყანას ასე ასაქმებენ თავს კაცო ეს პირველი შემთხვევა არ არის რომ ისინი გამამცირებელ დამოკიდებულებას ავლენენ საქართველოს და ქართველების მიმართ და ქართული სახელმწიფოს მიმართ მაგრამ რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი ეს ყველაფერი ემსახურებოდა რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ქართველ ერს და ქართულ სახელმწიფოს საერთოდ კოლონიის დონეზეც არ განიხილავს იმიტომ კოლონიას მინიმუმ პატივს სცემენ რომ არ გაწყდეს კოლონიის მოსახლეობა და კოლონიის მოსახლეობას არ ამცირებენ რომ ამბოხი არ მოხდეს მათ ესეც არ აინტერესებთ ეს იყო პირდაპირ მიზანმიმართული ფსიქოლოგიური ომი გამოცხადებული საქართველოში არსებული საზოგადოებრივი და კონსტიტუციური წესრიგის ასარევად და დასანგრევად და ეს იყო მე მინდა გითხრათ პირველი მოსინჯო ამ ყველაფრის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ეს არის ბოროტების ბუდე რომლის მიზანიც არის საქართველოს როგორც ქვეყნის განადგურება გადაგვარება გადაშენება და აი უკრაინა რო შენდება და ნადგურდება აი იმაზე უარეს დღეში ჩაგდება ეს არის მათი მიზანი ეს არის მათი ამოცანა და ვინც აი ის ქართველი რომელიც ქართველიც ამას დღემდე ვერ ხვდება ის ყველა არის ან ცნობიერებით მონა ან უბრალოდ გამოსირებული ან უბრალოდ დედამოწყნული მოყალატე აი თქვენ გეუბნებით ყველა ვინც აი ამას ვერაცნობიერებთ ხართ ესეთი ხალხი ან მონა, ან დებილი, ან შეგნებული დედამოწყნული მოღალატე და მე გეუბნებით რომ აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან კარგად ხვდება რაშიცაა საქმე და არის შეგნებული დედამოწყნული მოღალატე. მე მინდა გავახსენო სულ ყველას. ამერიკის შეერთებული შტატების და ნატოს სარდლობამ ავღანეთში, როდესაც ქართველი ბიჭი, სერჟანტი კიკაძე, ხელში ჩაუვარდათ მოჯაჰედებს და თალიბებს ემათ რა ქვია, ტყვეთ. ფეხი არ გაანძრია ამერიკის სარდლობამ, ფეხი არ გააძლია მთლიანად გაერთიანებულმა ნატოს სარდლობამ ამ ბიჭის გასათავისუფლებლად სპეცოპერაციაზე უარი თქვა იმ მოტივით, რომ ჩვენ მეტი დაგვეკარგებაო და ის ბიჭი შეატოვეს
მოჯაჰედებს, რომლებმაც შემდეგ ეს ბიჭი აწამეს, დაჩეხეს, დაასახიჩრეს რაღაცა 1000 უბედურების საწამებელი მეთოდებით და სადღაც სამხედრო ბაზიდან, ქართული სამხედრო ბაზიდან 500 მეტრზე დააგდეს და ამაზე პასუხი არავის არ ამოუღია. ყველა იმენა მუდუსავით ჩაძვრა სოროში, ყველამ დაიწყო ამ ბიჭზე გადაბრალება, რომ თურმე ის სამხედრო ნაწილიდან უნებართვოდ გავიდა, ასე აღმოჩნდა ტყვეობაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საერთოდ პატივი არ ქცეს აი მაშინაც. მაშინ ეს მერგეუნები პირდაპირ. დანარჩენებზე იქ არ არის საუბარი. დანარჩენებზე იქ არ არის საუბარი, ეს იყო კოლონიური დამოკიდებულება იმ ცხელ წერტილებში და იმ უბედურ სახორცე მასალად იყო გაგზავნილი ქართული ჯარი. აი ამათი გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. და აი ასე გადმოგვაფურთხეს, აი ასე შეურაცხყოფა მიაყენეს, თითოეულ გარდაცვლილ შეურაცხყოფა მიაყენეს და რა არის ამ ყველაფრის მიზანი? რა არის ამ ყველაფრის მიზანი? ამ ყველაფრის მიზანი არის საქართველოში როგორც 91-92 წლებში მოხდა გადატრიალება, მოხდა უბედურება, მოხდა სისხლისღვრა, შემდეგ 2003 წელს და ყველაფერს ამას ხელმძღვანელობდა ამერიკის საელჩო. აი, ეს არის ამათი მთავარი მიზანი და მიზეზი. და ვინც ამას კიდე არ ხვდება და ვერ ხვდება, ისიც ვინც ვერ ხვდება, ნუ ის ზუსტად იგივეა, ის ან დებილია, ან უბრალოდ მონაა ცნობიერებით, ან შეგნებული დედამოწყნული, აბსოლუტური უმრავლესობა შეგნებული დედამოწყნულია. ნუ რა ვინ უგამიმტყუნებთ, ახლა მე რო ასე ვლაპარაკობ. ნუ რა ვინ უგამიმტყუნებთ, იმიტომ რომ ჩემი თანამებრძოლები, მეგობრები ზუსტად იმ ოპერაციებში ეწირენ და ზუსტად იქ დაიღوارა სისხლი, რომელიც იყო ანტიტერორისტული ოპერაციები, მხარდაჭერის მისიები ზუსტად ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების გამო საერთაშორისო ტერორისტთან ბრძოლაში. და თუ არავის განუცდია ეს საკუთარ თავზე, ცოტა ძნელია იმისთვის ამ ყველაფრის გაგება. მაგრამ ახლა თუ შეიძლება იმას რა ქვია, ლექსიკას ნუ დამეწუნებთ, რა საერთოდ არ მაინტერესებს. ყველა კაი ამერიკელის დედა მოვთხან და ეს არ არის ერი. ეს არის დამპალი ძარცველი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც დამპალ ძარცველ სამოქალაქო საზოგადოებასაც საკუთად არ მიაჩნია დედამიწა ქალამნად და ეზიზღება და ვერ იტანს მასზე მეტ კულტურულს, მასზე მეტ განვითარებულს, მასზე მეტი დიდი ისტორიის მქონე ქვეყნებს, რომელშიც შედის საქართველო და ჩვენ გვაჯერებენ, რომ თურმე ეს ხალხი არიან ჩვენი მეგობრები, თურმე ეს ხალხი არიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, თურმე ესენი არიან ჩვენი ძმები და ასე შემდეგ რა. ყველა ამერიკის მაქებარის დედა შევეცი სათითაურად. სულ ყველას, თქვენ მოგიტყანთ მკვდარი და ცოცხალი, თქვენი წილი კაბიანებში შევეცი სულ ყველას. იმიტომ რომ არაფრით არ განსხვავდებით თქვენ იმ ოსმალების და იმ სპარსელების და იმ რუსების და იმ სხვა კოლონიზატორების მხრიდან, რომლებიც საქართველოს დაპყრობის პოლიტიკას მხარს უჭერდნენ. ეხლა რა შეეხება აი ამ ფაქტს. რა უნდა გაეკეთებია საელჩოს? საელჩოს უნდა გაეკეთებია ძალიან მარტივი რაღაცა. ეს ინფორმაცია უნდა ამდგარიყო და დახურული საიდუმლო ხაზებით, როგორც ხდება ინფორმაციის მიწოდება, უნდა მიეწოდებია, თუ კი ასეთი ინფორმაცია რეალურად არსებობდა, უნდა მიეწოდებია საქართველოს უშიშროებისთვის, კონტრტერორისტული ცენტრისთვის, სხვათა შორის საქართველოში არსებობს ქართულ-ამერიკული კონტრტერორისტული ცენტრი და 11 სექტემბრის ტერაქტის ის დგას, რა ქვია, კრწანისის სასწავლო ცენტრთან. ემაში, რა ქვია, კრწანისის სასწავლო ცენტრი სადაცაა თბილისთან ახლოს, რომ აი ამ მემორიალს როგორ უსამძიმრებს ქართველი ერი. და ამათ თურმე აინტერესებს საკუთარი მოქალაქეები. ამათ რო საკუთარი მოქალაქეები ჯერთი მარტო საკუთარი მოქალაქეები როგორ უნდა გაინტერესებდეს, თუ კი ტერაქტს ეხება საქმე, როგორ არ უნდა მიაწოდო იმ სახელმწიფოს თუ ასეთ ინფორმაციას ფლობ. ინფორმაცია მარტო შენ მოქალაქეზე ხო არ გადის საქმე. ეხება იქ ასობით და ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლეს. ეს ერთი. მერე მეორეში, საკუთარი მოქალაქეების გაფრთხილება თუ უნდათ, ამათმა ძალიან კარგად იციან, როგორ უნდა გააფრთხილონ საკუთარი მოქალაქეები, იმიტომ რომ საქართველოში მყოფი ამერიკის მოქალაქეები აბსოლუტურად ყველა არიან აღრიცხვაზე აყვანილი, ყველა საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ელექტრონული პოსტები ყველას გააჩნიათ და შესაძლებელი არის ინფორმაცია, რომელიც თავიანთ მოქალაქეებს უნდა მიეწოდოს, ჩვეულებრივად SMS-ების, სატელეფონო ზარების და გაფრთხილების თვალსაზრისით 1000-ნაირად შეიძლება იქნას მიწოდებული. ეს მათთვის. და რაც შეეხება
მსგავსი ინფორმაციის თვითონ დღეს პაპუაშვილი ამბობდა რომ თეატრში თუ ზიხარო ამერიკის კანონმდებლობითო და გაიგერო ხანძარი არისო იმის თქმა რომ ხანძარია თეატრშიო ამის თქმა არ შეიძლებაო და ამ სეზონის ასე რომ ვთქვათ ტურიზმის სეზონი იქნება თუ ამ მოსახლეობის სიჭარბის პერიოდში როცა გამოდიხარ და როდესაც აცხადებ საზოგადოებაში რომ ტერაქტებია თბილისში მოსალოდნელი და უთითებ კონკრეტულ ლოკაციებს შენი მიზანი არის რომ ამ ქვეყანაში დაისადგუროს პანიკა მოხდეს უბედურება დაიწყოს არეულობა და დაიცალოს ქვეყანა ტურისტებიდან იქნება უცხოელი ვიზიტორებიდან იქნება თუ ვისგან იქნება და ქვეყანაში დაიწყოს ისეთი რევოლუციური თუ რა ვიცი უბედურების სურნელი როგორც ტრიალებს ეგერ ემაში რა ქვია უკრაინაში ნორმალური თავმოყარე ქვეყანა რა თქმა უნდა ახლა ელჩის დაპატიმრება და მსგავსი რაღაცები დიპლომატიური იმუნიტეტი იცავს ამ ხალხს მაგრამ გააკეთებდა ესეთ რაღაცას ტრაქში ამოარტყამდა პანჩურს ამერიკის ელჩს შეუწყვეტავდა რწმუნების სიგელებს საერთოდ შეწყვეტდა და გამოიწვევდა ამერიკიდან თავის ელჩს დაიყვანდა ურთიერთობას მხოლოდ და მხოლოდ საკონსულოების დონეზე და სანამ აღნიშნული ფაქტის გამოძიება არ მოხდებოდა და სანამ შესაბამისი პირების დასჯა არ მოხდებოდა თვითონ ამერიკული სამართლით, ამაში არ დარწმუნდებოდა საქართველოს მხარე, მასთან არანაირ დიპლომატიურ ურთიერთობებს არ იქონიებდა. სირცხვილი არის და შეურაცხყოფა არის ჩვენთვის, რომ აი ახლაც საქართველოში მიმდინარეობს წვრთნები, სამხედრო წვრთნები. ნატო საქართველოს წვრთნები, ეგერ ვაზიანის პოლიგონზე მიმდინარეობს წვრთნები, რომელიც მიზნად ისახავს თვითონ ჩვენი სამხედრო სამედიცინო და ნატოს სამხედრო სამედიცინო ჯგუფების წვრთნების თავსებადობას და მსგავს რაღაცებს. სისულელე რა, იდიოტიზმი, არანაირი სერიოზულობას რო ეს არ წარმოადგენს, მაგრამ პარალელურად მიმდინარეობს. ხო, აი ეს არის ამერიკის საელჩოს მიზანი და ამერიკის საელჩოს განცხადების არსი. აი გუშინ წინ იყო ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი, რომელიც ითვალისწინებს ქოცების და კი ბატონო, კისერი უტეხია ყველა ქოცს. გინდა დაასანქცირებთ, გინდა მიასანქცირებთ, გინდა მოასანქცირებთ, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ჩემს სახელმწიფოს, ეს სხვა რაღაცა. ესა მიზანმიმართული შეგნებული პოლიტიკა. შეიმუშავეს ეგრეთ წოდებული სანქცირების პაკეტები, რომელიც არ დააზიანებს მარტო ქოცობას, დააზიანებს მთლიანად ქვეყანას. ამას მოყვება შიდა არეულობა და პანიკები ზუსტად აი ესეთი საელჩოების მხრიდან. ამას მოყვება ევროკავშირის საპარლამენტო ასამბლეის მხარდაჭერა იგივე იმ მეგობარი აქტის მიმართ. ეს თავისთავად აწევს ტონს საქართველოში გამოიწვევს შიდა დაძაბულობას, იქნება ფსიქოლოგიური ეფექტი მომხდარი აი ესეთი საელჩოებიდან და დაიწყება საქართველოში არეულობა, მაიდნის პროცესი და მოვიცილოთ ეს რუსული მთავრობა და მოვიყვანოთ შიგ დემოკრატიული ისე კაცო. ქოცები რო არ ვარგიან ამაზე და ქოცები რომ მოღალატეები არიან, ამაზე მე არ ვლაპარაკობ. აქ მე ვლაპარაკობ, რომ აი ამ პროცესებს შეიძლება გადაყვეს ჩემი ქვეყანა. და გადაყვება. მე გეუბნებთ, რომ გადაყვება. იყო მომენტები და არის, როდესაც სახელმწიფო ინტერესით ფიქრობდა სახელმწიფო ინტერესით ასეულს, რომ შენ თუ გინდა რომ შენი ქვეყანა დარჩეს და შენ პირადად არ გადააყოლო შენი ქვეყანა სააკაშვილის დროც რო იყო, შევარდნაძის დროც რო იყო, თუ კი შენი ქმედება, შენი მხარდაჭერა რაღაც უბედურების მიმართ, რომელიც მთლიან სახელმწიფოს მოუტანდა ზიანს, უნდა გადაგედო გვერდზე და პირად დაპირისპირებას არ უნდა გადააყოლო შენი ქვეყანა, იმიტომ რომ სამშობლო ბევრად მეტი დიდია და ქართველი ერი ბევრად მეტი დიდია. ვიდრე რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტია და კონკრეტული პოლიტიკოსი. ისინი დღეს არიან, ხვალ აღარ იქნებიან. მუდმივი არაფერია. და სამშობლო არ უნდა გადააყოლო ამ ყველაფერს. ამერიკელები კიდე გეუბნებიან, ღიად გეუბნებიან, რომ შენ უნდა უღალატო შენ ქვეყანას, შენ უნდა დააქციო შენი ქვეყანა და ამით იქნები ძალიან კარგი ბიჭი. და ყავთ საქართველოში თავისი შნირები, ყავთ საქართველოში თავისი მონები, მე გეუბნებით, საქართველოში როგორც კი დაიწყება და ვინმეს მგონიათ, რომ საქართველოში არ იქნება კიდე მაიდანიზაცია და არეულობა და სისხლისღვრიის მოლოდინი. აუცილებლად იქნება ეს ყველაფერი. სავარაუდოდ ეს ყველაფერი კიდე ერთხელ აი ამ არჩევნებთან დაკავშირებით უკვე ძალიან კარგად მომზადებულები შეხვდებიან ამ ყველაფერს და წინასწარ არის ცნობილი, ვის მხარეს დაიკავებს ეგრეთ წოდებული ევროკავშირი და ვის მხარეს დაიკავებს ეგრეთ წოდებული დასავლეთი. ვის მხარეს მე არ ვამბობ იმას, რა ქვია, რომელიმე კონკრეტული პოლიტიკურ ძალაზე. მე ვამბობ იმ უბედურების მხარეს დაიკავებს, რომელი უბედურებამაც საქართველოში უნდა გამოიწვიოს არეულობა, ომი, საქართველოს აფეთქება და კავკასიაში
დიდი ომის გაჩაღების დეტონაცია, რამაც უნდა მოახდინოს. ეს არის მათი ამოცანა. ჩვენ არასდროს მე გეტყვით, ქოცებმა მართალია მისი თავის გადასარჩენად, მისი ტრაგის გადასარჩენად და საკუთარი ბედნიერებისთვის არ გაერიან ამ ავანტიურაში, რომელსაც ითხოვდნენ თებერვლის 2022 წლის თებერვლის 24-ში და ამას ჩვენ არასდროს არ გვაპატიებია. ეს ქვეყანა არის დასაქცევი. ეს ქვეყანა არის ასარევი. არავის არ აინტერესებს ქართველი ერი, პირიქით ყველას ეზიზღება. განსაკუთრებით ამერიკელებს, განსაკუთრებით ევროპელებს. აქვთ ამის ზიზღის მიზეზი. ეს არის ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადი კულტურა, თვითმყოფადი ისტორია, აზროვნება. ამას პლუს ზუსტად ეს დღეები ახლოვდება, აგერ სტალინის ფენომენი, რომელმაც თავზე გადააღუნა ყველაფერი ამ ევროპელებს და ამ ამერიკელებს და ამ ებრაელებს, რომელმაც ჯერ თვითონ ქვეყნის შიგნით სიონისტები გაწყვიტა და გაანადგურა, დედაუტირა და მერე ფაშიზმი დაამარცხა ევროპაში. ახლა ამას გონიათ თქვენ რომელიმე ერს აპატიებენ, გინდათ სიონისტები და გინდათ ეს რა ქვია, ეს დასირებული ეს ანგლოსაქსები? არავის არ აპატიებენ, ამიტომ ჩვენი ერი უნდა განადგურდეს. ყველა მათი ნაბიჯი საქართველოს მიმართებაში. ეს არის შეგნებული ნაბიჯი ქართველი ერის გასანადგურებლად. და ეს მიმდინარეობს ეს პროცესი. ტრაგედია იყო იმაში იყო ტრაგედია, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე, მთელი ამ წლების მანძილზე მოღალატე რეჟიმები ივანიშვილის ჩათვლით. ყველა იყო შემძროალი ამათთან უკანონში და ქართველი ერი არავის არ ახსოვდა. ეხლა როდესაც გაუჭირდათ, ახლა გაახსენდათ ქართველი ერი. ახლა გაახსენდათ საქართველო. ბიჭო, კარგი. ივანიშვილი ცუდია, ქოცები ცუდი არიან და მართლა ცუდია, ამაში არ ვდაობ. კი ბატონო. ზუსტად გამსახურდიან და ეროვნულმა მოძრაობამ რა დაუშავა ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროპას. რა დაუშავა? რატო არ დაუდგნენ ქართველ ერს, რატო არ დაუდგნენ გვერდით ელემენტარულ კითხვას სვამ? ახალგაზრდა ეროვნულ სახელმწიფოს, რომელსაც ყავდა პატრიოტი ლიდერი. ეზიზღებოდათ, ვერ იტანდნენ. პირი რა გაქვს მოღებული რუსეთი. რუსეთი ისე ყავდათ დაჩოქებული და ისე ყავდათ წაკუზული. ხმას არ აღებიებდნენ საერთოდ. რუსეთის ბირთვულ რეაქტორებზე თავისი ეს რა ქვია, აგენტურა იჯდა და რუსეთის პრეზიდენტი ამერიკის კონგრესში გარბოდა და იძახოდა ეს რა ქვია, ღმერთო დალოცი ამერიკა. ერთი სიტყვა რო ყოფილიყო იქედან, საქართველოს თავი გაანებეთო. იმ წუთში დამთავრებული იყო ყველაფერი, მაგრამ არა, პირიქით. გააჩინეს საქართველოში ომი, დაამხეს ხელისუფლება, გააშემშილეს, გააძვალტყავეს და გაანადგურეს ყველაფერი საქართველოში. მერე გარყვნეს, გაათახსირეს, მენტალობა შეუცვალეს ამ ხალხს და გადახედეთ როგორი ახალგაზრდობა გააგიზარდათ ამ დასავლურმა დემოკრატიამ, რომელსაც არც ენა ახსოვს. მამულზე ზედმეტია ლაპარაკი, ამათი მამული არის ნატო და ევროკავშირი. ეს საზღვრების ევროატლანტიკური სივრცე არის ამათი მამული. სარწმუნოებაზე კიდე ზედმეტია ლაპარაკი, კაცო, რაც ამათმა საერთოდ მოათახსირეს დამოკიდებულება ახალგაზრდობაში სარწმუნოების და რწმენის მიმართ ასე და ენა ქართული ენა საერთოდ დავიწყებული აქვს, დააგვირით, როგორი ბარბარიზმებით ლაპარაკობენ და ქართული ენა საქართველოში აქვს მეორე კი მესამე ენის სტატუსი. ხო, აი ეს არის ჩვენი დაუძინებელი მეგობარი ამერიკელების იდეა და დამსახურება. ამიტომ ყველა მოღალატე ხართ, ვინც საქართველოში ამერიკულ პოლიტიკას ხარს უჭერთ. და სხვათა შორის ისინიც, რომლებიც ამბობთ, რომ თორემ ეს deep state-ია და ტრამპმა ეს არ იცის. ხო, ისინიც მოღალატეები ხართ. ეს ქოცებს გეხებათ. თქვენ გეხებათ. უსუსური, ჩაჯმული, ჩასვრილი ხალხი ხართ. ეს ისე იცით, როგორ საქართველოში რო იყო, ეს რა ქვია, ბიძინამ ეს არ იცის, რომ ეს რა ქვია, კოჰაბიტაცია არის და ბიძინას უმალავენ ინფორმაციას, რომ ეს უბედურება რაც ხდება საქართველოში წლების მანძილზე, ერთი 5-6 წელიწადი უმალავდნენ თურმე საქართველოში ბიძინას ინფორმაციას ის უბედურება რაც ხდებოდა. ახლა სინამდვილეში რა ხდება? კიდე ერთი ძალიან საინტერესო მომენტი. რატომ მოხდა ეს ყველაფერი ასე? სავარაუდოდ, დიდი ალბათობით, ჩემი ინფორმაციით სხვათა შორის, საქართველოში შემჩნეული არის, სულ აი რამოდენიმე ხნის წინ, აგერ აზერბაიჯანის მოქალაქე დაიჭირეს, რომელიც ისლამური სახელმწიფოს რიგებში იბრძოდა.
საქართველოში არის შემჩნეული არაერთი ტერორისტული ორგანიზაციის კვალი. ახლა ეს ტერორისტული ორგანიზაციები რო ამერიკის ძუძუთი იწოვებოდნენ და იკვებებოდნენ, ამას მე მგონი დებილის გარდა ყველა აღიარებს. ყველა მიცის, რომ ალ-ყაიდას და თალიბანს ამერიკელები აფინანსებდნენ, ყველა მიცის, რომ თვითონ აგერ დასკვნებშიც გამოჩნდა ილონ მასკმა და ახალმა ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა ეგ აფრიკაში თუ სირიაში თუ სადმე რომ ტერორისტებს აფინანსებდნენ თვითონ ამერიკელები. იგივე ისლამურ სახელმწიფოს ამერიკელები აფინანსებდნენ, ეს კიდე ცალკე თემაა. ეს მათი ძმები რო არიან და მათი შეკვეთით ახდენენ ტერაქტებს და მათი იმით რო ხდება, ეს ცალკე თემაა. მაგრამ საქმე რაშია? საქართველოს რომელსაც მოღებული აქვს კარები, ეს ტერორისტული ორგანიზაციების ქსელი, რომელსაც აქვს ზოგს ჰუმანიტარული ნიღაბი აქვს მორგებული, ზოგს საგანმანათლებლო ნიღაბი აქვს მორგებული და ასე შემდეგ, შემჩნეულია, რომელზეც ჩვენი ქვეყნის უშიშროებას მუშაობს და იკვლევს ამ ყველაფერს. ამ კვლევებთან დაკავშირებით ამ დაწყნარდი რა ქალბატონო ვერ ერევიან საწყალი ბიზინა ღმერთო დალოცე ვერ ერევა აბა საცოდავი აბა როგორ ვერ ერევა ხო მართალი ბრძანდებით ხო აი ოხანაშვილი მოერევა ახლა ის ძალიან დიდი უსაფრთხოების სპეციალისტი ახალი სუსის უფროსი და ღარიბაშვილი გაიმარჯვებს ახლა იმას ხო მართალი ახლა გეუბნებით რაც რეალობა არის ამის კვალი არის შემჩნეული საქართველოში და არაერთი სხვათა შორის, რომელიც ძალიან კარგად იცის ჩვენმა უშიშროებამ, კონტრდაზვერვამ და ასე შემდეგ. ამაზე მიმდინარეობდა მუშაობა. საქართველოს უშიშროებაში გავსებული არის დასავლური აგენტურით. თლიანად, თუ არა, აი, ძირითადი შემსრულებელი რგოლი ეს არის ყველა შიგ დასავლური სასტავი. ახლა ზემოთ გადაწყვეტილებას ვინც ღებულობს, ის კგბ-შნიკური სასტავია, რუსული ვერტიკალი არის, ამაზე ზედმეტია საუბარი. ეს ინფორმაცია, რომელიც მიმდინარეობდა სუსში, გამოიტანეს და მიაწოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ კიდე ლეწა და გამოაქვეყნა აი ამ ფორმით. მათ ჰქონდათ ინფორმაცია რომ რაღაც ჯგუფებთან მიმართებაში მიმდინარეობს ნამდვილად გამოძიება. და მათ დაასახელეს ზუსტად ის არასასურველი ობიექტები და ის არასასურველი ადგილები, რომელი არასასურველი ადგილებიც ესე მათთვის იყო მისაღები. თუ ეს რატომ და როგორ ეს კიდე ცალკე თემაა. რატო ეს ადგილები და რატო სხვა არ დაასახელეს, ეს კიდე ცალკე თემაა. მიდით შეისწავლეთ ადგილზე, ნახეთ რა ადგილებზე არის საუბარი და რატო. არ მინდა ახლა მე მაგაზე ლაპარაკი, კიდე შორს აგვიყვანს. აი ეს არის კლასიკური ღალატის შიდა უშიშროების სამსახურების ღალატის ეგრეთ წოდებული მეხუთე კოლონის ჩანერგილი აგენტურის საქციელი რომელიც საქციელიც გამოიყენეს ამერიკის მთავრობამ აი ესა და ამერიკის საელჩო და ელჩი წარმოადგენს სახელმწიფოს ელჩის გატარებული პოლიტიკა ეს არის სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკა ელჩს რასაც დაუნიშნავენ და ელჩს რასაც ეტყვიან ის ვალდებულია ის აკეთოს ელჩი პირადი მოსაზრებებით არ ხელმძღვანელობს ეს განიგანიანი თუ ეს დეგნანის ეს შემცვლელი როა მოსული რო შეხედავ ვითომ და ქალის ფორმა მაინც აქვს იმ წინა რეპტილოიდიდან განსხვავებით თქვენ გონიათ ეს მისი თავებია ყველაფერი მას ვინ ეკითხება რამე გააკეთოს იქ მოდის ინსტრუქციები ჩვეულებრივად დაწერილი ცენტრალური სადაზვერვო ბიუროდან რომელიც ეგრეთ წოდებული ЦРУ რომელიც განაგებს დიპლომატიის და საგარეო დაზვერვის არხს და ეუბნებიან შენ მოიქცევი ასე ელჩიც მოქმედებს და საელჩოც მოქმედებს ისე ანუ თუ ჩვენ გვინდა რომ ჩვენ ქვეყანას რაღაცა საშველი დაადგეს ახლავე უნდა იქნას გადახედილი აბსოლუტურად ყველა თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოების მიმართულებით მათ შორის უნდა იქნას გაუქმებული ზუსტად ის ხელშეკრულება რომელიც ხელშეკრულებას გაფორმებული არის და იმუნიტეტს ანიჭებს ამერიკელ სამხედროებს საქართველოში კაცი რომ მოკლან ქართულ პოლიციას მისი დაკავების უფლება რო არა იარაღის ტარების უფლება და ასე შემდეგ და ასე უამრავი ამერიკელებმა თვითონ
წაიღეს ცალმხრივად სტრატეგიული პარტნიორის ცნება და აბსოლუტურად ყველა არხები უნდა იქნეს ჩახსნილი, უნდა შეწყდეს ეს ვითომ წვრთნები, რომელიც ვითომ და ქვეყნის უსაფრთხოების და ქართული ჯარის წვრთნას და გამაგრებას ემსახურება და რაც შეიძლება ღრმად უნდა იქნას ამოთხრილი ყველა ქსელი, რომელიც ქსელიც არის შემოთხრილი საქართველოში 92 წლიდან და უფრო ადრეც. და უნდა გამოცხადდეს ეს ყველაფერი ქვეყნის მიმართ მავნებლურ საქმიანობად და ყველა ხელშემწყობი, რომლებიც ახლა ტრაქში უძრებიან იმას ამერიკის საელჩოს და ამერიკის საელჩოს იცავენ და ხვალვე მზად არიან ამერიკის ჯარში ჩაეწერონ, რომ საქართველოს გადაუარონ და თვითონ დაჭრდნენ სკამზე, ყველა უნდა გამოცხადდეს დამნაშავედ, მოღალატედ და ციხეები საკმაოდ ცლად თავისუფალია ესენი, რა ქვია, უნდა შეიყაროს ციხეში. თქვენ გონიათ ბევრია ეს ხალხი გაწიე, გამოწიე, მაქსიმუმ შეიძლება წარმოადგენდეს ეს ნაგავი 0.02%. საზოგადოების. იქნება დაახლოებით ასე 3000-4000 ადამიანი არის დასაჭერი და დაისვენებს ქვეყანა. ესაა გამოსავალი, თუ გინდათ ქვეყანა მიარსებოს. მაგრამ თქვენ არ გინდათ ქვეყანა მიარსებოს. თქვენ რა გინდათ მე ვიცი. თქვენ თვითონ ქოცების და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა არის ტრაკის მიცემის პოლიტიკა. დაჭირდებათ ამერიკელებს მიცემენ ტრაკს, დაჭირდებათ ევროპელებს მიცემენ ტრაკს, დაჭირდებათ რუსებს მიცემენ ტრაკს, დაჭირდებათ თურქებს მიცემენ ტრაკს, დაჭირდებათ ჩინელებს მიცემენ ტრაკს, დაჭირდებათ საუდის არაბეთს მიცემენ ტრაკს და ესე გლობალურ სამხრეთს და ესე ერთი მეორეზე ხტომიალეთ უნდათ რომ გაიტანონ თავისი ქონება, თავისი ფული, თავისი ცხოვრება და კარგად იცხოვრონ. რაღაც დრო გაგივათ ეს ტრაკის თამაში, მაგრამ ამ პოლიტიკას ძალიან მწარედ დასასრული აქვს და ძალიან მწარედ დაასრულებს. ესაა გამოსავალი. თუ ვინმეს გინდათ რამე, საქართველოში ეს არ უნდათ. საქართველოში უნდათ ფულები, საქართველოში უნდათ კომფორტული ცხოვრება, საკუთარი ერის გაფარჩაკება, ჩაფურთხება სულში, გადავლა და თვითონ კარგად ცხოვრება და ახლა მახსენდება რა იცით? ერთი ესეთი ბიჭი იყო, სპლიყვი ჰქონდა. კლიჩკაო რო იცია თქმა. და იმაში რა ქვია, ფორუმჯიზე იხუმრა რომ ამერიკის საელჩო უნდა ავაფეთქო. იმ წუთში დაესხა სახელმწიფო უშიშროება, ვიღაცამ სადღაც კომენტარში დაწერა. იმ წუთში დაესხა სახელმწიფო უშიშროება და ამ ხუმრობის გამო შეაგდეს ციხეში და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მადლობას იხდიდა, რომ ტერორიზმი იქნა აღკვეთილი საქართველოში. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წინააღმდეგ და ძალიან კმაყოფილები იყვნენ. დავიწყდათ? აუბედურებდნენ იმ ბიჭს არაფრის ხუმრობის გამო. ეს იყო მაგალითი იმისი, რომ ვინც ამერიკელებს რამე ცუდს იტყოდა, ეს თუ ვინმე იტყოდა ცუდს, ყველა იქნებოდა აი ესე დასჭილი. და ყავდათ ესეთი შნირული ერთი არის ახლაც არის ესეთი ორგანიზაცია საქართველოს თავდაცვის ლეგიონიო თუ უსაფრთხოების ლეგიონიო. ხელმძღვანელობს თინა ხიდაშელის გამონაცვალე ნიფხავი გვარად მოლოდინი, რომელიც მაშინ თავდაცვის სამინისტროში მუშაობდნენ თავის დეიდასთან ერთად და მე როდესაც ამაზე პროტესტი გამოვხადე, რომ ეს ბიჭი ტყილა უბრალოდ ყავდათ დაჭერილი, მაშინ ჩემი ძმის სასაყვედურო საქმეში შეიტანეს, რომ მე თურმე სოციალურ ქსელში ეს დავწერე. აი ამ კახბამ და მისმა იმან რა ქვია მონა მოღალატე უცხო ქვეყნის აგენტმა ამან მოლოდინმა იმ პიდარასტების და ჩათლახების მოდგმამ, რომლებიც საკუთარ ქვეყანას ყიდიან დღეში სამჯერ. და ახლა იქ აგდია დედამოტყნული. და თავზე ხელი აქვს გადასული და მე და ჩემი ძმა კი ვართ აქეთ გამოყრილი. ჩვენ ვართ ქვეყნისთვის საფრთხე და მაგენი ისინი არიან თურმე. ჩახუტებული ყავთ. სიმართლე გითხრათ, ამ დამპალი რეჟიმის დაქცევას ორივე ხელით უნდა მივესალმებოდე და ტაშს უნდა უკრავდე, მაგრამ ქოცების მტერი კი ვარ, მაგრამ სამშობლოს მტერი კი არა ვარ. ჩემი სახელმწიფოს მტერი კი არა ვარ. აი ამათი მტერი კი ვარ. და ის ვიცი, რომ ამა თუ ისინი დამხობენ, უკეთესი არაფერი არ მოხდება.
საერთოდ შეწყვეტ ჩემი ქვეყანა არსებობას და ეს ბოზიშვილი, გიორგი მოლოდინი და ეს მთელი საბოზეთი ვინც არიან ახლა ვისაც ხედავთ ეგ შიგა ამერიკული დროშებით გამოიქცევიან მე აქ ევროპაში და გააგრძელებენ ცხოვრებას გემრიელად აი აქამდე მიიყვანა ბიძინა ივანიშვილის უღირსმა პოლიტიკამ საკუთარი ერის ჩაწიხვლის, სულში ჩაფურთხების და განადგურების პოლიტიკამ ქვეყანა. ამიტომ თქვენ ღებულობთ ამ ყველაფერს დამსახურებულად. ამერიკელების სიბინძურე და ამერიკელების კოლონიზაცია და კოლონიზატორობა ამერიკელის ეგერ კითხეთ, წითელკანიან 300 მილიონ ინდიელს როგორ გაწყვეტეთ და ეგერ კითხეთ სამხრეთ აფრიკელ იმგენს რა ქვია სამხრეთ ამერიკელ ლათინო ამერიკელებს როგორი კოლონიზატორები არიან და აი მათ კითხეთ ზანგებს მონობაში რო ყავდათ წლების მანძილზე კუკლოს კლანს და იმას ცოცხლად რო წვავდნენ ხალხს აი მათ კითხეთ როგორი დემოკრატიის ხალხი არიან და ეს მგონია ჩორსა ესა ორი თაობა სამი თაობა მაქსიმუმ ვინც თქვენ კიდე ტრაქში უზრებით ერთი მეორის მიყოლებით და ვითომ ამერიკულ დემოკრატიაზე და ვითომ კანონზე რომელ კანონზე ლაპარაკობთ ამერიკაში და ამერიკელების კანონზე ლაპარაკობთ სადაც დღემდე არსებობს გუანტანამოს ციხე სადაც 2001 წლიდან 24 წელიწადია ხალხი ყავთ სასამართლო პროცესის გარეშე და ადვოკატის გარეშე და გასამართლების გარეშე ბესუდაიბეს ლეცვიო იმა ამ ბოზიშვილებზე ამბობ აი ხო გექცევათ აი ეს არის ამერიკელების სახე ეს არის მათი პოლიტიკა ამას თვითონ ამერიკელები აღიარებენ ეს ასია ეს მათი პოლიტიკა შენ უძურები ტრაქში შენ გაატარე შენი პოლიტიკა მაგრამ ვაჭარ ივანიშვილმა რა პოლიტიკა უნდა გაატაროს რა პოლიტიკა უნდა გაატაროს ვერაფერი ამიტომ მე პროგნოზირებ ჩვენ ქვეყანაში ეგრეთ წოდებული არჩევნები რომელიც ახლა არის კიდე დაგეგმილი ამ პერიოდისთვის მთელი ეგრეთ წოდებული დასავლური ინსტიტუტები მთელი ეგრეთ წოდებული დემოკრატიის არასამთავრობოები ეს ტელევიზია ესენი ყველანი ემზადებიან და ნაბიჯ-ნაბიჯი მიმდინარეობს ეს ყველაფერი რომლებმაც ასევე არ უნდა აღიარონ და არ უნდა ცნონ ეს არჩევნები და საქართველოში უნდა მოხდეს თუ მანამდე მოხდება ხო კარგი მაგრამ არ ხდება მანამდე ვერ ხერხდება და აი მაშინ უნდა მოხდეს კიდე ერთი გადატრიალება და ეს ჯონ უილსონი იქნება ეს რა ქვია მაკეინის ტრაკიდან გამომძვრალი ნაბოძვარი პიდარასტი თურმე ესა რა ქვია საქართველოს გულმხურვალე მხარდამჭერი იქნება ეს რა ქვია საქართველოს მზრუნველი თავარი ამერიკელი ძმა და მეგობარი გირჩს გადაეცით მოკითხვა გირჩს იაგო ხვიჩიას მისმა პატრიარქმა ამერიკის ელჩმა როგორც განაცხადა ეს არის აბსოლუტურად მიზანმიმართული მტრობა ეს არის მიზანმიმართული ქმედება ქართული სახელმწიფოს განადგურებისთვის ქართულ საზოგადოებაში პანიკის დათესვისთვის ფსიქოლოგიური ომის წარმოებისთვის ჰიბრიდული ომის წარმოებისთვის და მომზადება იმისთვის რომ საქართველოს ხელისუფლება და საქართველოში მოქმედი რეჟიმი იმდენად უნარო არის და მას აქვს თურმე კავშირები ავღანეთთან და emastan კი რა თქმა უნდა ტრაგედია ეს ემიგრაციო პოლიტიკა მაგრამ ამერიკელებს რატო უკვირთ ეს ყველაფერი მე ამას ვერ ხვდებით იმიტომ რომ აი ახლა სულ ორი კვირის წინ ბაგრამის საავიაციო ბაზა ისევე თალიბებიდან თვითონ იქირავეს და დაბრუნდნენ ავღანეთში იქ ერთი ბაზა გახსნეს და იქ პაკისტანში თუ რამე ალ-ყაიდას ტერორისტები იყვნენ და იყო ყველა ამერიკელების დაფინანსებაზე იჯდნენ ყოველთვის მთელი ეს მუჯაჰედობა ჯერ კიდე კომუნისტების დროინდელი ავღანეთის ომიდან მოყოლებული ამათ რატო აქვს ეს შიში მე ვერ ხვდები პირიქით ძმები და მეგობრები არიან ამათი ჩვენი ქვეყნისთვისაა უბედურება ამერიკელიც უბედურება არაბიც უბედურება თურქიც უბედურება ავღანელიც უბედურება ინდუსი და ყველა რჯული ჩამოსახლებული ჩამოთესლელი საქართველოში ყველა უბედურება მაგრამ ესენი მარტო რუსეთს ხედავენ იმას რა ქვია მტრად მხოლოდ რუსეთს დანარჩენი ყველა ძმა და მეგობარი აი ნახოთ რას მოიტანს ეს პოლიტიკა და მე გეუბნებით საქართველოში ერთი წამით არ შეწყვეტილა ეს ჰიბრიდული ომი რომელიც ითვალისწინებს საქართველოში არეულობის და განადგურების ქართული სახელმწიფოს განადგურების გეგმას რამაც უნდა გამოიწვიოს უნდა დაძრას კავკასიაში ტექტონიკური ფილა რომელი ფილაც შემდეგ გამოიწვევს დიდ ომს ანუ ზვავს დიდ კავკასიურ ომს რომელშიც იქნება რუსეთი ჩაბმული იმიტომ რომ როგორც ჩანს და როგორც აჩვენებს უკრაინა ეს არაა საკმარისი საიმისოთ რომ
რუსეთი წააქციონ. პირიქით თვითონ მარცხდებიან და თვითონ ფარჩაკდებიან და აი საქართველო და კავკასია იდეალური მიმართულება არის ახლა მაგათთვის, რომ აქ დაიწყოს დიდი კავკასიური ომი. აი ამისთვის კეთდება ეს ყველაფერი. ეს გეგმა არსად არ წასულა. რა ვიცი, დანარჩენი ეგერა ანრი ოხანაშვილის თამადობით, რა ვიცი, სუსი გართფებს ეთყობა თავს ამ დიდ უზარმაზარ პრობლემებს. მეტი რა ჩემი დამაწყება. აი ეს იყო. და ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ერი ზუსტად იმ ცხონებული სერჟანტი კიკაძესავით ტყვეთ ჩავარდნილი ბიჭია, რომლის გამოხსნაც არც ამერიკელებს უნდათ, არც ნატოელებს უნდათ და არავის არ უნდა საერთოდ, იმიტომ რომ შეიძლება იმ ერთი ქართველის გათავისუფლებაში ორი თავისიანი დაგარგონ. ეს კი პრობლემაა. ჩვენ კი შევახოცოთ, თუ ვინმე გვყავს ერის საუკეთესო ნაწილი, მთელი გენოფონდი შევახოცოთ და შევაკლათ ტერორიზმთან ბრძოლას. და გამართლება იმის, რომ ავღანეთი საქართველოსთან უფრო ახლო არის ვიდრე ამერიკასთან და ამიტომ ჩვენ მეტი მსხვერპლი უნდა გავიღოთ ამისთვის, ვეი თქვენ პატრონს. ეხლა წარმომიდგენია მე, რომ რუსეთის საელჩო რო არსებობდეს საქართველოში და ასეთი განცხადება რუსეთის საელჩოს გაეკეთებია. ხო წარმომიდგენია რა ამბავი იქნებოდა. შეიძლება დაემხოთ, დაენგრიათ და ის ელჩიც მოეკლათ და ჩამოეკიდებიათ და ამერიკის საელჩოსთან კაციშვილი არ მივა და ამას არ გააპროტესტებს. იმიტომ ჩმორშიას უყველა. ერთი კაცი არ მივა ამერიკის საელჩოსთან და ერთი კაცი არ გააპროტესტებს ამას, რაც ამერიკის საელჩომ გააკეთა მთლიანად საქართველოს და ქართველიერის მიმართებაში, აი მისი ამ უნებელი განცხადებით. თქვენი მოქალაქეები მოუტყან და თქვენი დედა მოუტყან სათითაუროდ და თქვენ ელჩშევეცი წაღმაუყუმა რა. და ყველა ტაშის მკრელის და ყველა იმის აი ეს რო არის აგერ აი ამ ძუკნას თამადობით. ეს აი ამის თამადობით. ძონზე ახვარი, ნაბოზვარი, პუჩისტი აკუბარდიას შვილის, თეონა აკუბარდიას თამადობით. თქვენ მოგიტყანთ ყველას მკვდარი და სოცხალი. და ყველა ამერიკის პოლიტიკის ტაშის მკრელს შეგეცით წაღმაუყუხმა. აბა თქვენ იცით.